რა უნდა გააკეთოს საიტის პატრონმა. ამის შესახებ ხშირად ვსაუბრობ, რომ სასურველია დინამიური კონტენტის განახლება. ოღონდ რა იგულისხმება კონტენტის განახლებაში? კონტენტის განახლებაში ყოველთვის გულისხმობ კონტენტის დამატებას. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ არსებული კონტენტი შევინარჩუნოთ და თუ აუცილებელი არ არის, არ შევცვალოთ. არის დეტალები, რომელსაც 5 წლის წინ დაწერილი ტექსტი შეიძლება რელევანტური აღარ იყოს და აუცილებლად უნდა შევცვალოთ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ არ ვცვალოთ არსებული. იმიტომ რომ ეს არსებული დამახსოვრებულია Google-ს და აპრიორიტეტებს თქვენს საიტს სხვა, როდესაც ეძებს ამ შემთხვევაში პასუხის გასაცემად. იმიტომ რომ თქვენი სერვისი თქვენს მიერ დაწერილი ტექსტი შეიძლება ვიღაცისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს. როდესაც Google მოვა და ნახავს, რომ არ არის, ეს თავისთავად ცუდია. მაგრამ რა არის კარგი იმაში, რომ მუდმივად ანახლებთ საიტის კონტენტს. ნახეთ, ესე მარტივად ვთქვა, Google-მა იცის, რომ ყოველ მოსვლაზე, პირობითად კვირაში ერთხელ მოგეკითხოთ Google-ის რობოტმა, ყოველ მოსვლაზე აქ განახლებული ინფორმაცია დახვდება. რაღაც ახალი დახვდება. შესაბამისად, უფრო ხშირად აკითხავს თქვენ საიტს, უფრო აპრიორიტეტებს, იმიტომ რომ იცის ეგულება. აქვე დეტალსაც დავამატებ, რომ როდესაც საიტის განახლებას დაიწყებ, რა სიხშირით იქნება მაგაზე მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს დაიცვათ ინტერვალი. თუ პირობითად თვეში ერთხელ ანახლებთ, ყოველთვის ერთსა და იმავე რიცხვში ეცადეთ, თუ ორ კვირაში ერთხელ ანახლებთ, ეს ორკვირიანი ინტერვალები მაქსიმალურად ეცადეთ დაიცვათ, თუ კვირაში ერთხელ შესაბამისად მოშაბათობით, მაშინ ყოველთვის ეცადეთ დაიგოთ მოშაბათობით. ამას მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ Google-მა დაიმახსოვროს რა სიხშირით იდება კონტენტი. 1 ბაშათა 4 პოსტის დადებას, ან 4 ინფორმაციის დადებას ჯობია დაასკედულოთ, დაგეგმოთ, აქტიურად ვთქვათ და გადანაწილდეს და მთელი თვის განმავლობაში დაიდოს ერთი კვირის შუაგული. თუ გაინტერესებთ უფრო მეტი ამ ყველაფრის შესახებ, ვებ-სიახლეების შესახებ და როგორ მოუაროთ საიტს, გადმოდით ჩვენ საიტზე solostudio.bg, დაგვაფოლოვეთ სოციალურ ქსელებში, გაიგეთ მეტი და იყავით ინფორმირებული. მადლობა.